ილიაუნის რეჟიმის მიზანში, როგორც მოსალოდნელი იყო ეგრეთ წოდებული რეფორმით, ყველაზე მეტად ეს უნივერსიტეტი იზარალებს. ოცნება მილია სახელმწიფო უნივერსიტეტს გაუქმა ფაკულტეტები და შესაბამისად პროგრამები. მინიმუმამდე დაუყვანა მისაღების სტუდენტების რაოდენობა. ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევები, რომლებსაც ეგრეთ წოდებული რეფორმა არ პასუხობს, ეს იქნება მსჯელობის მთავარი თემა იმ შეკრებაზე, რომელიც თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში 3 საათზეა დაგეგმილი. აქცია დისკუსიის ორგანიზატორები ელოდებიან აბიტურიენტებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, პროფესორებსა და საკითხით დაინტერესებულ სხვა პირებს. ისინი ამ ფორმატში კიდევ ერთხელ იმსჯელებენ, თუ რა რეალური გამოწვევების და საჭიროებების წინაშე დგანან სტუდენტები, რა უშლის მათ ხელს სწავლასა და განვითარებაში, როგორია განათლების მიღების რეალური ტვირთი საქართველოში და რას აიგნორებს ეგრეთ წოდებული რეფორმა. რა გეგმა აქვს ოცნებას ილიაუნის წინააღმდეგ, დეტალებით და შეფასებებით ნანო ჩაკვეტაძე უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს. ლუკა, თუ კი აქამდე კოტებს თვითონ უნივერსიტეტები, უმაღლესი სასწავლებლები ადგენდნენ, ახლა ეს უკვე ხდება სახელმწიფოს პრეროგატივა თავიდან ბოლომდე. განათლების სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა ოფიციალური საბოლოო დოკუმენტი კოტებთან დაკავშირებით და ასევე დაგზავნა ეს დოკუმენტები უმაღლეს სასწავლებლებში. აქ იგულისხმება სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები. მაყურებელს რომ ავუხსნათ, კოტებში გულისხმობთ სტუდენტების მისაღებ რაოდენობას, ანუ იმ რაოდენობას სტუდენტებისა, რომელიც უნდა მიიღოს ამა თუ იმ სახელმწიფო უმაღლესმა სასწავლებელმა. როგორც გითხარით, საბოლოო დოკუმენტი გუშინ გამოქვეყნდა განათლების სამინისტროს ოფიციალურ საიტზე და ამ დოკუმენტის მიხედვით 2026-2027 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტები ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით 21,300 სტუდენტს მიიღებენ. ასევე საბოლოო დოკუმენტის მიხედვით რამდენიმე ათეული ადგილი გამოუთავისუფლდა სახელმწიფო უნივერსიტეტებს, უფრო ზუსტად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ასევე ტექნიკურ უნივერსიტეტს. ერთადერთი ვინც ყველაზე მეტად იზარალა ამ რეფორმით და ამ კონკრეტული დოკუმენტის მიხედვით საბოლოო ვერსიით, ეს არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სწორედ ილიაუნის შეუმცირდა ყველაზე მეტად მისაღების სტუდენტების რაოდენობა და შესაბამისად თავისუფალი ადგილები ახალგაზრდების მისაღებად სხვადასხვა ფაკულტეტზე. უფრო ზუსტად, ამ საბოლოო დოკუმენტის მიხედვით 14-ჯერ შემცირდა მისაღები ადგილები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის. ასევე ამ დოკუმენტის მიხედვითვე 92%-ით მცირდება სამეცნიერო კვლევებისა და პროგრამების, ანუ ფაკულტეტების რაოდენობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროფესორები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და არა მარტო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე სპეციალისტები, რომლებიც უკვე ბევრი წელია მუშაობენ განათლების საკითხებზე, ამბობენ, რომ ქართული ოცნება დეფორმით, რასაკვირველია, გეგმავს მთლიანად მოკლას საქართველოში განათლების სისტემა და შესაბამისი ინსტიტუციები, თუმცა მთავარი სამიზნე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია. მთელი ეს ცვლილებები ასე ხშირად გაერთიანება, არ გაერთიანება, გაუქმება, არ გაუქმება, იმას ნიშნავს, რომ ეს ყოფილი გათვლილი არ ქონდათ. ერთადერთი რაშიც პრინციპულები რჩებიან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გაუქმება, რაც არიციან სტუდენტებმა დღემდე არის ეს სამწლიანი განათლება, რომელიც შემოიღეს. ეხებათ უკვე სექტემბერში ჩარიცხულებს თუ ეხებათ ამ თებერვლის მერე ვინც ჩაირიცხება, ასევე სამაგისტრო, მაგალითად ერთი წელი ისწავლეს და ეხა უკვე დასრულებულია თუ არ არის, ეს სრულად გაურკვეველია. არის ძალიან დიდი გაურკვევლობა მთელი ამ კვლევითი ინსტიტუტებისთვის, რომ არიციან აგრძელებენ, არ აგრძელებენ მუშაობას. სრულად გაურკვეველი არის არგუმენტი, რომელიც მოყავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ, ამბობენ, რომ დედა უნივერსიტეტი უნდა გააძლიერდეს. ანუ გამოდის, რომ შვილის განადგურებით ან სხვა პატარა ახალგაზრდების განადგურებით რატომღაც დედა გაძლიერდება, ამიტომ ამასობაში დედობას ის ქმნის, რომ დედას უნდა ყავდეს თავისი შთამავალი, სწორედ დედის დღეა დღეს და ეს მეტაფორაც ძალიან უცნაურად აქვს გაგებული. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა 14-ჯერ შემცირდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქართული ოცნება ებრძვის იდეურ ღირებულებით და ფასეულობით უნივერსიტეტს, რომელიც რეალურად ყველაზე ძლიერი უნივერსიტეტი იყო, როგორც ინსტიტუციურად. გარდა ამისა, ის იყო ერთ-ერთი მოწინავე უნივერსიტეტი ამიერკავკასიაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ როდესაც გამოქვეყნდა კონკრეტულ პროგრამებზე ჩასაბარებელი საგნები, სამოქალაქო განათლების როგორც საგნის წილი შემცირებული. ამის დადასტურება ის, რომ მაგალითად კონფლიქტოლოგიაზე, ევროპის ცოდნეობაზე, ამერიკის ცოდნეობაზე სამოქალაქო განათლება როგორც საგანი არ ბარდება. დღესაც სამშაბათს ტრადიციულად პროფესორ-მასწავლებლები, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან და ამ სფეროს სპეციალისტები შეიკრიბებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში. დღეს მსჯელობის მთავარი თემა სწორედ კოტები და მისაღები ადგილები იქნება. უმაღლეს სასწავლებლებში შეკრება 3 საათისთვის დაიწყება.